მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი Veritas. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი გთავაზობს სტუმრად ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს. ნათია, მეხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. ნათი, ჩვენ თავდაპირველად როცა გქონდა ერთგვარი მოლაპარაკება ეთერზე, მე მქონდა მიზნად სხვა საგანმანათლებლო დისკუსიის თემის შერჩევა, მაგრამ გამომდინარე ამ რაღაცა ვითარებიდან რაც კრიზისული ვითარება, შევთანხმდით ორივე რომ რაღაცა ესე განყენებულ თემაზე ვერ ვისაუბრებდით. შეუსაბამო იქნებოდა. ხო. ამიტომ ჩვენი განწყობების შესაბამისი თემა უფრო შევარჩიეთ და ეს საკითხი, რომელიც ფსიქოლოგიის კუთხით მინდა მე რომ გავაანალიზო შენთან ერთად, არის ვითარება, რომელშიც აღმოჩნდით და ამ სინამდვილის მიუღებლობა დაუშვათ ზოგიერთი ადამიანის მიერ, რისგან არის გამოწვეული ეს კოგნიტური დისონანსი თუ გვირაბისებული მხედველობა რა პრობლემებს მიყავს დაუშვათ ადამიანს აქეთკენ და შემდეგ კი ხელისუფლების ალბათ ფსიქოლოგიური ვნებანი თუ შეიძლება ასე ამდაგორა ჩვენ რაც აგვაქვს განკარგულებაში ყველა მონაცემები სამწუხაროდ არ აგვაქვს ხო აქედან გამომდინარე რომ შევაფასოთ. მოდი ჯერ ვისაუბროთ ზოგად სოციალურ განწყობებზე, ამ შემთხვევაში სოციალური ფსიქოლოგია უფრო და არა ის კერძო. რატომ უარყოფს დაუშვათ ადამიანების ნაწილი, დაუშვათ და ვთქვათ პირობითად აგენტი რეალობას, რომელშიც სინამდვილე აშკარადად ცხადია, მაგრამ ამ სინამდვილის მიღება დაუშვათ ადამიანს არ სურს. ალბათ პირდაპირ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ცოტაა ქვეყანაში ის ხალხი და კიდევ უფრო ცოტავდება, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ისინი უფრო ძველი თაობის ადამიანები არიან და მათი გავლენის ქვეშ მყოფნი ძალიან კიდევ უფრო მცირე. ამიტომ რეალურად ძალიან ცოტა ადამიანი არის საქართველოში, რომელსაც რუსეთთან ყოფნა უნდა. მაგრამ რატომ როგორ ახერხებს ხელისუფლება რომ ამ ადამიანებს კონდეთ ესეთი შეგრძნება რომ ნამდვილად არ მივდივართ რუსეთისკენ და ეს ყველაფერი რომ დაუშვათ დასავლეთიც ამბობს რომ რაღაც წესიერად არ ხდება ის ხო ძალიან ბევრი და თვალსაჩინო ინფორმაცია არის რომ კარგი შენ აქეთ ამ მხრიდან ოპოზიციიდან ვიღაც გატყუებს მაგრამ მეორე მხრიდან არის რომ დასავლეთიც რეაგირებს ამაზე და ამბობს რომ ამ წესებით ასე ვერ გამოვა ამ რიტორიკით ამ სიტყვებით ამ დიპლომატიური ენით რომელიც დიპლომატიაში ადამიანს არ გაუგია ჯერ რუსეთიც კი არ ელაპარაკება დასავლეთს ამენით ხო რომ აი ასე არ გამოვა ამასაც კი არ ამჩნევს ადამიანი იმდენად გენიალურია დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია და ამ განწყობის თეორიას რა თქმა უნდა თავისი საფუძველი აქვს იმიტომ რომ არის ადამიანების ნაწილი რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ დიდი ნაწილი რომელიც ფიქრობს რომ ოპოზიციაც მატყუარაა და ამიტომ ირჩევს ვიღაცას ვისაც უფრო მეტად ენდობა. აი რატომ ენდობა ვიღაცას ცოტა უფრო მეტად ეს რა თქმა უნდა ხა ინდივიდუალურ დონეზე სხვადასხვა იქნება, მაგრამ მასობრივად მაინც არის ის გამოცდილება, რაც წინა ხელისუფლების დროს მიიღო ამ ხალხმა და როდესაც ხედავენ მათთან ასოცირებულ სახეებსაც კი აღარ ანგარიშობენ იმას, რომ ვიღაცა დაუშვათ შეიძლება 25 წლისაა და საერთოდ ბავშვი იყო იმ ხელისუფლების დროს. რაღაცნაირად, აი თუ კი ვინმე ცოტა ნაცნობი სახე შეხვდათ და მით უმეტეს ძალიან ნაცნობი სახე, რომელიც იმ ხელისუფლებასთან ასოცირდება, იმ წუთას ფიქრობენ, რომ სადღაც ღალატში ვარ, სადღაც ტყუილში ვარ. ეხლა რო არ მოგატყუოთ და მეც ძალიან მენდობი ოპოზიციას თქო ვერ მოგატყუებთ უბრალოდ მე ვრეაგირებ იმ ობიექტურ ფაქტზე რომელიც გამოცალკევებული არის ოპოზიციის მანიპულაციისაგან თუ მთავრობის მანიპულაციისაგან და ჩემი სასოწარკვეთილება ეფუძნება იმ ფაქტებს რომ რაღაცნაირად კანონი არის რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს და ეს ასე არ უნდა იყოს კანონი არის რომელმაც შეიძლება გონივრული ეჭვის საფუძველზე ადამიანი დააკავს ანუ ნელ-ნელა ეს დიქტატურული კანონები სანამ იმ ადამიანებსაც მიწუდება ვისაც დღეს არ უნდა ამის წაკითხვა და შემჩნევა ну ალბათ უკვე შეიძლება ბევრი რამ გაფუჭდეს ქვეყანაში თუ
ვისაც ეს გვესმის რაღაცნაირად ამას არ შევეწინააღმდეგებით და არ მოვითხოვთ საპირისპიროს. ანუ ადამიანს აქვს უკვე მზა განწყობები და ამ მზა განწყობების დასადასტურებლად ისე უყურებენ პროპაგანდისტულად. აი როდის იყო სიტყვაზე გვარამია მეუბნებოდა მართალს. ეს არის ვიღაცის ხედვა. ვიღაცის ხედვა იყო როდის იყო მდინარაძე მეუბნებოდა მართალს. ამიტომ ხანდახან იშვიათად თუნდაც სიმართლე სადღაც შუაშიც რომ იყოს აი ამ ანალიზის სივრცესაც არ უტოვებს ადამიანი, იმდენად ძლიერია მისი პრედისპოზიცია რომ რაიმე პრედისპოზიციიდან გამომდინარე იმედის პროპაგანდა მუშაობს, ხო? ანუ გამომდინარე იქიდან რომ ადამიანი საერთოდ მორალური არსება, ხო? და მას ყოველთვის სურს რომ ზნეობრივად გამართული იყოს მისი ქცევა. და ამ ზნეობრივ გამართულობის ამოცანაში მან შეიძლება სწორედ ის სულადები შეარჩიოს, რომელიც მის ზნეობრივ გამართულობას გაამართლებს, რომელიც არ ამართლებს, ან იგნორირება გაუკეთოს, ან ამ საკითხზე ისევ გონებიდან გამომდინარე ერთგვარი ილეთი გამომუშავდეს, რომ იგნორირება გაუკეთოს ამ ფაქტს, ხო? და აი ეს ფაქტი რატომ მოხერხდა ისე რომ ლოგიკა რომელიც არ არის ემოციური დისპოზიცია, ეს არის ფაქტის ანალიზი, ფაქტზე რეაგირება. ლოგიკა არ მუშაობს ადამიანის შემეცნებაში, ინფორმაციის გადამუშავებაში და მუშაობს წინასწარი განწყობა. იცით ლოგიკა მასის ფსიქოლოგიაში, პოლიტიკურ მეცნიერებაში აი ესეთი ცხადი არ არის როგორც ზუსტ მეცნიერებებში და რატომ ადამიანები ჯერ ეგერთი წარმოსახვის, მდიდარი წარმოსახვის მქონე არსებები არიან და ყოველთვის რაღაცის უკან თავიანთ წარმოსახვებით ამდიდრებენ, მუდმივად ფიქრობენ, რომ კიდევ რაღაც კონსპირაცია, იმის უკან რაღაცა რაც მე არ ვიცი, დაშვებას აკეთებენ. ამიტომ ლოგიკა როგორც 2x2 ხშირად არ მუშაობს. მე კიდევ არის ის, რომ მაგალითად აი ვისაც პროდასავლელი ადამიანებიც კი ძალიან ხშირად აი მათაც რომ ვუყურებ, ვგრძნობ, რომ არც მათ არ იციან დასავლეთის ქცევის პატერნი და აი რას უნდა ელოდნენ. მაგალითად ქმნიან განწყობას, რომ აი ხვალ დასავლეთი დაასანქცირებს ვიღაცას, ხვალ დასავლეთი ამას გააკეთებს და ამ დროს კამათის ისიც არ არის, იმიტომ რომ შეიძლება უბრალო სიტყვაზე ვინმე შემოელანძღო. ეს კიდე ერთი უბედურება არის, ხო, რომ დისკუსიის სივრცეს ყველა სპობს, მარტო მედიები კი არა. აი ყველა ჩვეულებრივი ადამიანები სპობენ იმას, რომ მოდი რა თუნდაც სისულელეს ვიკითხავ, მაგრამ მოდი ამ სისულელეზე მიპასუხე, თუ კი ვკითხულობ, თუ კიდე ვერ გავიგე, მე შემაგინე, მაგრამ მოდი რა ვილაპარაკოთ რაღაცაზე, იმიტომ რომ სხვანაირად როგორ შეიძლება, რომ საერთოდ რამე აზრამდე მიხვიდე, არ შენ ხარ სპეციალისტი, არც მე ვარ საქმეში ჩახედული და რანაირად ვაკეთებთ მაშინ ამას, რომ შენ ჩრი რაღაც მესიჯს და მე რაღაც მესიჯს, ხო? ესე არაფრით არ გამოვა. და აი ასეთ შემთხვევაშიც, ნუ აი ხანდახან რომ მინდა ხოლმე წამწდება ხელი, რომ ვთქვა, რომ დასავლეთი არც ასეთი ისტერიულია, როგორც ჩვენი საზოგადოება და არც ასეთი სპონტანური. როგორც ჩვენს ქვეყანაში ხდება სპონტანურად, უცებ რომ დღეს რაღაც რეილსზე ვართ და ჰოპ და უცებ გადავარდით. ესეთ რამე დასავლეთში არ ხდება, ყველაფერი გათვალისწინებულია და რაღაცა ნაბიჯებს მოხვება. ამიტომ აი ეს ცრომოლოდინებიც ძალიან ფრუსტრირებულს ხდის მერე ხალხს, იმიტომ რომ რაღაცა აი დარწმუნებით, მაგალითად ზაფხულშივე ეგონათ ადამიანებს, რომ აი ეხლა ამას იზამს ამერიკა, იმას იზამს ამერიკა, ამას დაასანქცია, ეხლავე დღესვე ამ საღამოსვე და აი ესეც არის, რომ ამიტომ ლოგიკა როგორც ასეთი იბურდება უკვე ერთმანეთში. და ეხლა ჩვენი მომხრე ის ლოგიკა, რომელსაც ადამიანი თვითონ ქმნის თავისი აღქმებით, ხომ? იმიტომ რომ მაინც გარეშე პირები ვართ, ვაკვირდებით და მე აღვიქვამთ, რომ ვაიმე მგონი რაღაც ცუდი გველის, იმიტომ რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროში კარი გვეკეტება. და ვის როგორი საკვლევი გზები აქვს. აი, სხვათა შორის, ეხლა შეიძლება სულ სხვა თემაა, მაგრამ არის ესეც თემა, რომ კარგი სკოლა, კარგი უნივერსიტეტი
აი მე საქართველოშიც მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორი ნოდარ ბელქანიან, რომელსაც ჰქონდა ეს მეთოდი, მაგრამ აი მე როდესაც უკვე შვეიცარიაში ვსწავლობდი და იქ მქონდა შეხება სასწავლო ფორმებთან ყველაზე მთავარი არის რომ კარგი სკოლა ვერ ამოწურავს ვერას რომ ყველა წიგნს ვერ წაგაკითხებს და პროფესიაში ყველა ნაბიჯს ვერ გიკარნახებს ეს პირველ რიგში არის გასწავლონ როგორ მოიძიო ინფორმაცია და როგორ მიხვიდე აი იმ სწორ დასკვნამდე თუ კი რაიმე გაინტერესებს ხო და ნუ ყველა ადამიანი ეგ არის ყველაფერს წაკითხვა კი არა არამედ ინფორმაციის გადაშევა გზის გაკვალო აი ხა ჩვენ ხო გვაქვს ეგეთი სიტყვები რომ აი უგზოუკლოდ განათლებულს კომპლიმენტივით იძახიან და სინამდვილეში ეს არის დაკარგული ადამიანი, იმიტომ რომ არც გზა აქვს, არც კვალი, რა განათლებას იღებს, უფრო ინფორმირებული გამოდის, ხო? და განათლებული თუ აი რაღაც მხრივ განვითარებული რაღაცნაირად ადგას ერთ კვალს, სადაც იცის რომ მეტნაკლებად შეუძლია დაძლიოს რა. ნათი, აი შენ ახლა ახსენე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი თავად, აი ამ პრობლემაზე ადეკვატურად რეაგირების, ანუ იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც პრობლემაზე ადეკვატურად რეაგირებს, რახან ჩვენ შევთანხმდით რომ აქ თითქოს და საზოგადოება ინფორმაციას რაღაცა რთულად იგებს, რთული ცვლილებებია მოკლედ გადასახარში. ჩვენ, რომლებიც ადეკვატურად ვრეაგირებთ, ჩვენ კონკრეტულად რა ლოგიკური ან რა ატრიბუციული ფსიქოლოგიური ატრიბუციული მექანიზმები გვაქვს უფრო გამართული, რის გამოც დავუშვათ ჩვენ უფრო მართლები ვართ თუ არა მართლები? ასეთი კატეგორიულობით მე არც ჩემი სიმართლის მტკიცება მიყვარს და არც რაღაც ისე ჩვენ უფრო მართლები ვართ, ასე არ არის, აი როგორ გითხარ, მაგალითად აი მახსენდება ეხა ესეთი უჩვეულო შეიძლება მაგალითი არც კი ვიცი რამდენად ეს არის სიმპათიური მოსაყვანი ეს მაგალითი, მაგრამ ვართ ზუგდიდში არის 2012 წელი და მახლავს ჩემი უახლოესი მეგობარი ბავშვების რომელიც არის ძალიან როხროხა, ძალიან შემტევი, ძალიან რადიკალური და ნუ აი მოკლედ აი გრძნობების მორევი არის მის გვერდით ყოველთვის და აი ამ არჩევნებში ადამიანების რაღაც ნაწილი, ვინც ოპოზიციურად იყო განწყობილი და უნდოდა რომ გამოეცვალა ხელისუფლება, არჩევნებზე მისვლა ვერ გაბედა, იმიტომ რომ იყო მართლაც საშინელი ტერორი განსაკუთრებით ისეთ მიყრუებულ უბნებში და სოფლებში. და შემდეგ ეს ადამიანები ძალიან უხერხული აი თვალებით თუ დამინახავდნენ, აი მიხსნიდნენ, რომ იცით, თქვენ ალბათ მაინც არ გესმით ჩვენთან რა ხდებოდა, რომ აი ვიღაცას აუპატიურებდნენ, ვიღაცას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ვიღაცას ამას უკეთებდნენ, ვიღაცას იმას უკეთებდნენ და მე ამას ყოველთვის თანაგრძნობით ვისმენ, იმიტომ რომ მე მესმის რატომ არ შეიძლება ყველა ადამიანმა გადალახოს რამ ან თუ ცხოველურ რეგისტრში გადავიდა შიში რატომ შეიძლება იმ მაგალითად ეხა მე რო კალია რო ახტება და მაშინ ხვდები რა სპორტული ვარ ხო აი ეს არის რაღაც უკონტროლო შიში რომელიც უნდა გაიგო და მკურნალობა უნდა ადამიანს ასეთ დროს და ეს ჩემი მეგობარი ძალიან უცებ აღშფოთებულია უნდა ქალბატონო ძალიან ისეთი უხეში სიტყვებით თქვენც თუ იმას გიქნეს იმასაც თუ იმას უკნეს კიდე რა არის ზღვარი რის გარდაც აღარაფრის აღარ უნდა შეგეშინდეთო ხო და ნუ ეს იმ წუთას ძალიან სასაცილოდ იყო რომ ესეც თუ გიქნეს ისეც თუ გიქნეს ყველაფერი თუ გიქნეს კიდე რიღასი გეშინია ყველაფერი მომხდარი ყოფილა უკვე და რა თქმა უნდა ხა იმ წუთას ამან გამოიწვია რაღაც ღიმილი ჩემშიც მაგრამ თან ძალიან დიდი ის არ მჭირდება ხოლმე გასაცინებლად ძალისხმევა მაგრამ რომ გამოვედით ეხა მე კი ვუთხარი რომ ნუ ელაპარაკები ადამიანებს ასე იმიტომ რომ როდესაც შიში არის აი ესეთ პანიკურ რეგისტრში იქ არ შეიძლება გაკიცხო ადამიანი რატომ არ ხარ მამაცი აქედან გამომდინარე ხა მე ვერ ვიტყვი რომ რატომ ყველა სიმართლეს რომელიღაც მხარეფლობს არა უბრალოდ აქ აი ისევ და ისევ ის განწყობა არის მოსაპოვებელი და შემდეგ განწყობა ამ ეს ადამიანებიც არიან დაეჭვებული ესე არ არის რომ შეერათ უღონდ როდესაც მილაპარაკი ამ ტიპის ადამიანებთან ამბობს რომ კი მე ვხვდები რომ რაღაცა ძალიან ცუდი ხდება მაგრამ ნუ იმდენად
ვერ წარმომიდგენია ხვალ რა იქნება, როდესაც თქვათ ეს ოპოზიციის ნაკრები მოვა, რომელიც დღესაც ვერ საერთო ენას პოულობს და საერთოდაც მათი დიდი ნაწილი მეუღებელია ჩემთვის ან სრულად, აი ამ ეს არგუმენტი რო აქვთ. ასეთ შემთხვევაში აქ ოპოზიციის მოვალეობა ალბათ რომ ამ განწყობის ცვლილება მოახერხოს, ხო? მაგრამ განწყობის ცვლილებას რა თქმა უნდა ვერ მოახერხებ იმ ადამიანში თუ კი მას ძალიან მძიმე დაზიანება მიაყენეს, როდესმე იმათ ვისი სახელით შენ გქვია, თორე შეიძლება პირადად შენ მართლაც 20 წლის იყო და არაფერ შუაში, მაგრამ ასოციაციაც არის, რომელიც ქმნის ამ საფრთხის შემოსება. თუ გვინდა რომ თვალი ამას გაუსწოროთ, ეს არის. კიდე ერთი რამ არის, აი რაც მე შემემჩნევია და რაც მე საშინლად არ მომწონს, რომ მაგალითად არიან ადამიანები, რომლებიც სულაც არ არიან უგუნურები და ძალიან კარგად ხვდებიან, რას ნიშნავს დღეს რომ მართლა კარი დაგვიკეტოს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. აი რას ნიშნავს რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში და სად დაუბრუნდებით, რამხელა რეგრესი გვექნება. შეუძლიათ მათ ამისი გაანალიზება, მაგრამ აი რაღაცა სიფრთხილით ოდნავ რომ უახლოვდებიან რაღაც თემას და ორჭოფობენ და აი რაღაცნაირად უნდათ რომ შემოვიდნენ საუბარში დაესხმება თავს ვიღაცა საშინლად გამოლანძღავს, ეუბნება რომ აქ შენი ადგილი არ არის. ჩვენ შორის არ არის შენი ადგილი, ეს არის პათოსი. ერთი სიტყვა საკმარისი არის ხოლმე რომ როგორ შენ თუ ეს აქამდე ვერ გაიგე შეკოცოში ასეთო და აი ასეთ პრესში რომ გაუცხოებას უკეთებენ არა მხოლოდ ადამიანებს რომლებიც თქვათ აი დღეს გადაწყვიტა რომ გამოერკვეს მის მაგონებამ დღეს გადაწყვიტა რომ ის რაღაც გადალახოს შიში არა ამას უკეთებენ ისეთ ადამიანებს რომლებმაც თანხმობა გამოუცხადა რომ მე ჩვენს აზრზე ვარო მაგალითად ერთ-ერთი პირველი იყო კვარაცხელია ფეხბურთელი რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მე ვარ ევროპული მომავლისკენ და ვარ ამის სადარაჯოზე, ასე ვთქვათ, ხო? დაიწყეს სტილისტური გარჩევა, რომ ამან ეს ისე ვერ თქვა, იმან ის ისე ვერ თქვა. ესეთ მაგალითებს ნახავთ ყოველ წამს. ასეთ დროს რაღაცნაირად ადამიანში შეცვლინება იზრდება. რომ ვეღარ ხვდები უკვე ხაშა თუ იმერელი კაციც არ იყოს არც აქანა მიმიღონ და მე შეურაცხყოფის და იმის გრძნობაც არის ხო ხა ერთხელ თუ შენ მეუნდობლობას გამომიცხადებ თუნდაც ეხა იდიოტობა ვთქვა ვინ ამბობს ყოველ დღეს სიბრძნეს ხო ცხადი ვინ ამბობს მით უმეტეს კიდე ამ სოციალურ ქსელში ვინც ცოტა აქტიურად პოსტავს პრაქტიკულად აი როგორ ყოველდღი დღიურებია არო აი გავიღვიძე სულელურ ხასიათზე სისულელე დავწერე 365 პოსტი აქვს თითოეულ აქტიურ პოსტავს მინიმუმ წელიწადში და ზოგჯერ მეტი იმიტომ რომ დღეში შეიძლება 10 დაწეროდან მე შეიძლება 2 დღე არაფერი მოგინდეს რომ გამოთქვა და იურთიერთო ხალხთან ხო ესეც გააჩნია კიდე რაშინაგანი მდგომარეობა გაქვს და როდის გინდება რომ ძალიან კონტაქტური იყო საზოგადოებასთან როდის ნაკლებად ნებისმიერ ადამიანს ხო ხა 60-65 სიბრძნე და ეგრე ფრთხილი გზებით თუ დადის ადამიანი და მაგდენსაც თუ ფიქრობს და პოლიტიკა თუ აქ რა წეროს და რა იკითხოს ის მე თუ მკითხავ კიდე უფრო არასანდოა ხო იმიტომ რომ ჩვენ სისულელის უფლებაც გვაქვს და ადამიანები იმიტომ ვართ რომ ჩვენი სისულელეც ვაღიაროთ ხანდახან ესე იგი ყოველ რაღაცა გადაცნომაზე რომ შეუძლიათ რომ გაგაუთოვონ გაგტკეპნონ რაღაცად ეს ბევრ ადამიანში მე იწევს გაუცხოვებას რომ შეიძლება მე თქვათ შენი მტერი არ გავხდე ფიქრობს ადამიანი მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენს გვერდითაც ვთქვათ ვეღარ ვხედავ ჩემ თავსთან ვიქნები ჩემთვის ესეც ხო ძალიან უცნაური არის არა რომ თუ კი შენ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას აცხადებ და თუ კი შენ ყოველი ადამიანის ფასი გესმის და შენ მეუნები რომ აქ უნდა იყოს ევროპა პირველ რიგში ჩემთვის არის პატივისცემა პირველ რიგში პატივისცემა ადამიანის უფლებების და ზოგადად საერთოდ ადამიანად ყოფნის და რაღაცნაირად შენ თავს უფლება მისცე ვინმე შეურაცხყოფა მიაყენო ეს არის რაღაც უკიდურესი ეხლა როდესაც მართლა თვითონ რო გაგინებს ახლა ადამიანი შეიძლება შენც ახლა ლოყები არ უშვილ ყოველ წამს ხო მაგრამ შენ თვითონ რო ეს უგესმოდეს რომ მას აქვს უფლება იმისაც რო სულელი იყოს კაცო და მაინც ძვირფასია დიახ, ნათია, კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენ ახლა ძალიან ფორს მაჟორში გავდივართ ძალიან რთულ და ესეთ ვრცელ თემებს, მაგრამ ეს არის საკმაოდ ესეთი ცუდად გავრცელებული მოვლენა თუ პრაქტიკა კონსპირაციული თეორიების. და კონსპირაციული თეორიების როგორც მომწოდებლების, ანუ ინფორმაციის სუბიექტების, ასევე ინფორმაციის ობიექტების, მომხმარებლების
რა იწვევს აი ამ კონსპირაციული თეორიების გაზიარების რაღაც მექანიზმებს, რომელშიც არც ლოგიკა, არც ფაქტია, მაგრამ არსებობს და არსებობს ძალიან ხშირი მომხმარებლები ვარ და არსებობს რა უკვე უმაღლეს დონეზე. ჩვენ შეიძლება მე არ მახსენდება, მე არ ვიცი საკმარისი, მაგრამ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ოფიციალური პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დონეზე გვატანილი კონსპირაციული თეორია, გლობალური ომის პარტია და საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. რამ გამოიწვია კონსპირაციული თეორია? ეს არის манипуляция, თუ არის შენი დაგურებით ადამიანები, რომლებიც აი ამ კონსპირაციული თეორიებით ხელმძღვანელობენ და მათ აქვთ ესეთი მზაობა გონების, შენ როგორ ამჩნევ აი ამ ხელისუფლების აქტორებს, ვინ манипуლირებს და ვის აქვს ეს უნებრივად ესეთი გონება. და საზოგადოებაში რატომ არის პოპულარული ეს თემა? კონსპირაციის თეორია არც საქართველოში მოგონილა და ყველგან არის პარანოიდულად განწყობილი ხალხი და პარანოიას როგორც წესი აქვს თავისი სხეული, თავისი ლოგიკური სხეული, აი უცნაური თავისებური ლოგიკა, რომელშიც რაღაცა გარკვეული პაწაწინა და საყრდენი შეიძლება ადამიანმა, აი მაგალითად ანტივაქსერები, ხო? როდესაც აი ესეთ თვალსაჩინო არგუმენტაციას ეუბნები, რომ არა მედიცინა, ჩემი ხნის ქვა არ იგორებდა ადამიანის პენიცილინის გამოგონებამდე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო დრამატულად მოკლე, ხო? და ნუ ეხა ის რო თაობები ახალგაზრდავდება, სულ წუწუნებთ რომ ესე იგი ჰაერი მოწამლულია, მიწა მოწამლულია, რა ვჭამთ, რა ვსვამთ და ფაქტი არის რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში იზრდება და ფაქტი არის რომ ეს მედიცინის და მეცნიერების ხარჯზე იზრდება. თითქოს ხო ძალიან მარტივი ლოგიკაა. მაგრამ აი მაგალითად ანტივაქსერები ნებისმიერმა პრეპარატმა სადღაც მილიონში ერთხელ აუცილებლად შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ცუდი, იმიტომ რომ ინდივიდუალურია ორგანიზმი და ინდივიდუალურია მიმღებლობა და იმწუთიერი მზაობა, ხო? მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, ესე იგი აცრებმა და პრევენციულმა მედიცინამ გვიხსნა კაცობრიობა. პარანოიდული ლოგიკა იგება უტრირებით აი იმ ერთი ცუდი გამოცდილების და აი აქედან მერე იწყება უკვე ის სხეული, რომელსაც შენ შეიძლება ლოგიკით ვერ გახვე, მაგრამ ამ ადამიანებს აქვთ თავისი საკუთარი ლოგიკა. მაგრამ აქაც განწყობის თეორია რო ახსენოთ ისევ აი საზოგადოების ჯგუფის პარანოიდულ განწყობაში მუშაობს აი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობის გამოცდილებაც და ზოგადად ცხოვრების გამოცდილებაც. თუ კი ბავშვს ბავშვობიდან განუვითარდა ის რომ შენ მე კარგს რას გამიკეთებ. ან აი ორ ამბობე ხო ეგ გლეხი კაცისთვის არავინაა ხო? აი ეს რომ უნდობლობა სამყაროს მიმართ რომ არ არსებობს არავინ, ვისაც შეიძლება ჩემთვის უნდოდეს კარგი. აი თუ ეს პოზიცია აქვს ფსიქიკას თავისი პირადი ტრაუმების გამო, რასაკვირველია პოლიტიკოსებში ეჭვის შეტანაზე ადვილი რა არის? მერე მეორე საკითხი არის უკვე ომის ტრაუმები. აი გლობალური ომის პარტია, რომელსაც ნუ ცუდად ხვდებით ხო რომ გვაშაყირებენ თუ აი რას ამბობენ საერთოდ. ჩვენი რეაქცია ეს არის და ვიღაცის რეაქცია აი დაიჭერს ამას რომ ომი კი როგორ არა, არიან იქ მასონები, არიან იქ ვიღაცეები და ომი ხო რეალობა. აი ამ ომს როგორც რეალობას, რომელიც პირად გამოცდილებაშიც გქონია და ყველაზე მთავარი ის არის რომ სინამდვილეში ყველაზე პაციფისტი ყოველთვის ჯარისკაცია და მეომარია და ის ხალხია, ვისაც ამ ომის გამო დანაკარგი გქონია და გადაგვიტანია ეს ომი მართლა რომ მაშინ როდესაც მეორე ნახევარი საქართველო ისევე პასიური და ისეთივე დამალული იყო როგორც ყოველთვის არის ხო და ნამდვილად ომი ვის შეიძლება უნდოდეს და იმ კატასტროფის გამეორება, რომელმაც პირადად ჩემი ცხოვრებაც ძალიან დიდი ხნით და ალბათ სამუდამოდაც რაღაცეებში დაასახიჩრა, იმიტომ რომ საუკეთესო წლები და საუკეთესო დღეები წაგვართვა ყველას და დრო, ხო? მაგრამ აქ საქმე არის იმაში, რომ ისევ და ისევ აი ვის ენდობი, რატომ ენდობი, რა მიზეზი და რა პირადი როგორ გითხრათ, რა პირადი დაფუძნება აქვს, რომ მე შენ უფრო გენდობი, ვიდრე შენ უფრო გენდობი. აი აქ ეხა მე ვერც ერთი პოლიტიკოსის ადვოკატად ვერ გამოვდგები, ვის რატო ენდობიან, რა ნიშნით ამოარჩიეს, თქვათ რომელიმე, ხო? მაგრამ არის ეხა რაღაცა თავიანთი არგუმენტები ალბათ, რასაც განიცდია, რომ მაგალითად მაშინ თუ ტელეფონებს შლიდა ხალხი, იმიტომ რომ ყველას განცდა ჰქონდა, რომ დამდევენო, დღეს ეგ განცდა ყველაში აქამდე არ იყო.
აი ეხლა ამ კანონ ეხლა უკვე შეიძლება ეს ტალღა წამოვიდეს. მანამდე იყო რომ შეიძლება ეხლა მე მაგალითად მახსოვს რომ ჩემი ოჯახი რო იყო პოლიტიკურ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, პირადად მე რო სამი მანქანა შევამჩნიე და Facebook-ზეც გამოვდე ნომრები და გავიკითხე კიდეც მერე და რაღაცა რომელიღაცა გორის პოლიცია აღმოჩნდა რომელიღაც ის ხო, ანუ მაგრამ ვინც არ იყო თქვა პოლიტიკასთან კავშირში, ეხა დღეს მაგალითად არ შემიმჩნევია რომ სამი მანქანა მიბღვერს ეხა და რაღაც ზეწოლას ახდენენ, ხო? შეიძლება ტელეფონს უსმენენ სიტყვაზე, მაგრამ აი ეს განცდა რომ ეხა ყოველ მეორე ადამიანს ქონოდა აქამდე რომ აი ჩემს საქმეში ძურებიან ბიზნესი ხვალ შეიძლება წამართვან აი ესე უბრალოდ იმიტომ რომ ასეთ ხასიათზე გაიყვიძეს. ეხა ამ ფაქტორსაც ქონდა მნიშვნელობა და ისევ ამ საფრთხის შეგრძნება რომ საბოლოო ჯამში დიადი მიზნებიც რაღაც მხრივ მაინც შენს პირადამდე დადის, ხო? დიახ. იმიტომ რომ მე რო ვამბობ რომ ევროპა გვჭირდება, ვამბობ ამასაც ჩემი პირადი გამოცდილებით, მაგრამ ვითვალისწინებ რომ ადამიანების დიდ ნაწილს ევროპა არ უნახავს. ან ადამიანების ნაწილი მაგალითად თუ ემიგრაციაში წავიდა რაღაც ისე გამოიკეტა თავის მძიმე შრომაში, რომ მხოლოდ მონატრებას გრძნობს ქვეყნის მიმართ, თავისი სატანჯველი აქვს და ვერ სარგებლობს რაღაცა სიკეთით და ამიტომ შეიძლება ევროპაშიც კი იყოს ადამიანი ეს მოდეს რომ ფინანსურად მას ეს აწყობს, მაგრამ გული კონდეს ძალიან მძიმე თავისი დარდების გამო, ხო? აი ეს არის და ზოგი საერთოდ არ უმოგზაური არაფერი უნახავს. მაგრამ მე რო ვიცი მე რა მინდა ჩემი შვილებისთვის, მე რო ვიცი რა განათლება მინდა ჩემი შვილებისთვის, რაღაცნაირად ხვდები კი არა, მე ვარ დარწმუნებული რომ მე მართალი ვარ, როცა სხვას ვთავაზობ ევროპას. იმიტომ რომ ვეუბნები რომ ჩემი შვილისთვის სხვა რამე მინდოდეს, მაშინ შეგიძლია ეჭვი შეიტანო ჩემს სიტყვებში. მაგრამ მე ხა ჩემი საკუთარი შვილის მომავალი ასე წარმოვიდგინე, შენც იგივეს გეუბნები და თან გეუბნები რომ აგერ არის უკვე ახლოს არის ეს მომავალი შენი შვილისთვისაც და არ შეიძლება ამის ხელისკურა, იმიტომ რომ რაღაცის გვეშინია, ვიღაცის გვეშინია, ვიღაცის ნაკლებად გვეშინია და მათი დასკვნის სახით თავად ხელისუფლების კონკრეტულ აქტორებში, სუბიექტებში ეს კონსპირაციული თეორიები შენი დაკვირვებით ეს არის манипуляция თუ ამდაგვარი გონებრივი მზაობა კონკრეტულ აქტორებში შენ მიგაშნია რომ არის ნამდვილი. იცით მე ვფიქრობ რომ ეს უცნაური სიტყვები გლობალური ომის პარტია და რაღაცეები ვფიქრობ რომ ეს არის ხელოვნურად შერქმეული სახელები და რა თქმა უნდა манипуляция ჩემი აზრით ნუ უმეტესობა манипуლირებს მაგრამ ვიღაცა მაგრამ მე ვფიქრობ რომ მათ აი ამ სიტყვებს არქმევენ რაღაც უკმაყოფილებას დასავლეთით რომელსაც რეალურად საფუძველი ჩემი გადმოსახედიდან არ აქვს იმიტომ რომ მე რასაც ვუყურებ როდესაც ნორმალური დიპლომატია ჰქონდათ დასავლეთთან არა მარტო დახმარებები, არამედ რაში არ დაუდგა ევროპამ ხარში, ყველაფერში. ყველა არჩევნები უღიარა, ყველა არჩევნები, მაშინაც კი როცა მკაფიოდ პროდასავლელი აქტორები მონაწილეობდნენ არჩევნებში და ნუ არ შედგა გამარჯვება. ყველა თუ გააყალბეს, კი გააყალბეს ყოველთვის ამოთხოვნე, ხო ყველა მთავრობა ყოველთვის რაღაცას აყალბეს, მაგრამ ფაქტი არის რომ მათ ნებისმიერი არჩევნები ყოველთვის დაუკანონა ევროპამ, არ შეუწყვეტია ევროპას თანამშრომლობა, არ შეუწყვეტია დახმარებები, მისცა კანდიდატის სტატუსი, ანუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენ ხედავდით საპირისპიროს და რაღაცნაირად მოამზადეს ასეთი აზრი, რომ აი აღშფოთება შეშფოთება და რატო არ შფოთავდნენ ნაციონალების დროს. ჯერ ერთი მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ მაშინაც შფოთავდნენ და მაშინაც ხალხი ასეთივე უკმაყოფილოები ვიყავით და მაშინაც იგივეს ვამბობდით, რომ ოხ ამათმა აღშფოთება შეშფოთებამ ხო დაგღალა, რამე უფრო რადიკალურად რატო არ შემოსწხებენ. სულ ვფიქრობდით ამას, ხო, მაგრამ ბოლოს რადიკალურადაც შემოსწხეს და დაათმობინეს არჩევნები, ხო? შემდეგ კიდევ ასევე რისი საფუძველი არ აქვთ რომ ჯერ ერთი იგივე რომ აი ეს აქვთ ჩახოვული რომ სააკაშვილის გამოშვებაა მაგათი მიზანი მე არც ერთი სოლიდური ამერიკელი ფიგურა არ მინახავს რომელმაც ეს მოითხოვა ევროპაშიც კანტი კუნტად რამდენიმე ადამიანმა ადამიანის უფლებებზე ჯანმრთელობის უფლებებზე ამოიღო ხმა მეტი მე არაფერი მომისმენია განსაკუთრებული რომ რაიმე ზეწოლას ახდენდეს დასავლეთი ამიტომ
აი ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე სპეკულაცია, რომ მათ არ აქვთ ამისი საბაბი პირიქით დასავლეთი იყოს, სწორედ რომ ხელისუფლების გვერდით და ის რაღაც მცირედი კრიტიკა თუ რაღაცა, კრიტიკის ტალღა წამოვიდა იმაზე, რომ ეგ კანონები არ შეესაბამება აი ამ როგორ არის ევროკავშირი. არც ერთი ევროპული ქვეყანა ერთმანეთს არ გავს. ესპანეთი არ გავს იტალიას, იტალია არ გავს საფრანგეთს, საფრანგეთი დანიას, დანია ნორვეგიას, ასე შემდეგ, ხო? ყველას აქვს ინდივიდუალური წესები, ყველას აქვს ინდივიდუალური კულტურა, ინდივიდუალური სახე და ტკბებიან სწორედ ამ განსხვავებული კულტურის ერთობით. მაგრამ სადარბაზოშია წესები, როგორც ჩვენს კორპუსშიც არის წესები, რომ არ დაანაგვიანო სადარბაზო, არ გააკეთო რაღაც. სულ რამდენიმე კანონზეა ლაპარაკი, რომელიც ნამდვილად სასარგებლო კანონები, იმიტომ რომ ადამიანებს ეხება, ადამიანის უფლებებზეა, ჩვენთვის არის ეს პირიქით კარგი, რომ ერთი ადამიანის უფლება თუ დაცულია, ჩემიც დაცულია კანონმა, აღარ უნდა გაგვერჩიოს მაშინ, ხო? აი ამ იმაზე თუ იყოს შენიშვნები, ესეც ნამდვილად მათ აი ნამდვილად არის უტრირებული, რომ თითქოს დასავლეთმა რაღაცა არ აღიარა, ან ჭარბად თითები უქნია, ვიდრე ვთქვათ უქნევდა ამას ნაციონალურ მოძრაობას და ეს თითების ქნება იმ რადიკალური რაღაც გაუგონარი ლაპარაკის მერე პასუხი იყო, როდესაც უკვე სანქციებზე ლაპარაკდნენ და ამაზეც არ ჩქარობენ და ამაზეც კიდე ძალიან ეფერებიან, რომ ნამდვილად გაუგებარი არის რა ხდება ჩვენ თავს ამიტომ. მადლობა ნათია. სამწუხარო დროში ვარ შეზღუდული, მე დიდი იმედი მაქვს, რომ იმ თავდაპირველ თემას, რომელზეც ჩვენ საუბრობდით და უბრუნდებით და უფრო დიდი ხანგრძლივი დროის რესურსით მოახლო მომავალში. ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, ეს გახდათ გადაცემა პროექტი ვერიტას, ჩვენი სტუმარი ნათია ფანჯიკიძე. მე გემშვიდობებით მომავალში ხვედრამდე.